უბრალოდ ყოველისა გავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს, ეტყვა, იმიტომ რომ პოზიტივისტვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება ეხდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უბრალოდ ყოველისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. რაც რა თქმა უნდა თავისთავად არის ძალიან მძიმე, გუშინ სოციმედიაში ტრიალებდა მის ერთ-ერთი ვიდეო, 5 ჯერ უყურე და ირონია მართლა ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტრეული ქართულით გვეფიცებოდა რომ თავისუფალ მედიის თუ მედიის ხარდაჭერები არიან და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის საბაბების. კიდევ ერთხელ გუშინ ის დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. ერთი, მეორე, აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ იმაზე, თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის